ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა ეთერშია პროგრამა ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი გამოშვება და მე ჩემი საინფორმატორო ფურცლების საშუალებით გაგაცნობ დღის განმავლობაში მოხდარ ყველა შოუ ბიზნესურ სიახლეს. ინფორმატორიდან თქვენ უკვე იცით, რომ დათო გომართელმა და ჯგუფმა ფორტე ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომელზეც ძალიან სახალისო და ორიგინალური კლიპი რეჟისორმა ზაზა ორაშოვმა გადაიღო. გუშინ ჩვენ ზაზას უკვე გავესაუბრეთ. ახლა კი დათო გომართელის აზრებს მოусმინოთ ამ სიმღერასთან დაკავშირებით. წავიდა სიუჟეტი. მართლაც კლიპი ძალიან კარგი, ლამაზი და ასე ვთქვათ, საინტერესო გამოვიდა. ალბათ ამას მაყურებელი ნახავს, თვითონ და შეაფასებს. გადაღებები ქონდა ბაქოში, ძალიან დიდი ნაწილი. კლიპისა გადაღებულია ბაქოში, შემდეგ გუდაურში იყო გადაღებები და თბილისში სხვადასხვა ობიექტებზე, აი სამხედრო ობიექტები, ვაზიანიც არის იქა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იდეა თვითონ რომ კლიპი ესეთი ყოფილიყო ფაბულა თუ რაზეც მე აიგო თლიანად ეს კლიპი იდეა იყო ჩემი და შენ თუ არ აჩვენე ხალხს თავი და იგივე რეჟისორს რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია ალბათ თვითონ ვერც მიხვდებიან. აქედან გამომდინარე თვითონ შინაარსი თუ აი ეს ძირითადი გმირი ვინ უნდა ყოფილიყო და რა ისტორია უნდა ქონოდა ამ კლიპს ეს ჩემი იდეა იყო და აქედან გამომდინარე მე აეწყო ყველაფერი ის რაც ხდება აი ამ კლიპში. ასკადიური არ არის, არ არსებობს, ყველაფერს მე თვითონ ვასრულებ. რაც შეეხება ყველაზე ძნელია ასე ვთქვათ მომენტი და კადრი მართალი გითხრათ რომ აი თხილამურების გადაღების დროს ძალიან დავიღალე, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან დამღლელი იყო. აბსოლუტურად შემთხვევით შესრულდა პირველად ეს სიმღერა ჩემს სოლო კონცერტზე 24 დეკემბერს და არც მქონდა ასე ვთქვათ რაღაც იდეაში რომ შეიძლება ესეთ სიმღერაზე ამ ტექსტით ყოფილიყო ასე ვთქვათ რაღაც კლიპიან რაღაც ესეთ სერიოზული განაცხადი. ხუთში გვაქვს ჩვენ კინოთეატრ რუსთაველში პრეზენტაცია და აუცილებლად გვექნება ბაქოშიც. გარკვეული თვალსაზრისით ისტორიული ფაქტი მოხდა. პირველად ითქმება დიდი ჩეხი პოლიტიკოსის, თავის დროზე უდიდესი დისიდენტის, მერე პრეზიდენტის პიესა, ვაცლავ ჰაველის პიესა, აუდიენცია. მოგესალმებით ის კი იყო დისიდენტი და შემდეგ ლეგალური პოლიტიკოსი, მაგრამ ის ჩვენი ოჯახის და ჩვენი ამქარის წევრია. ის დრამატურგია პროფესიით, თეატრში დაიბადა, თეატრში გაიზარდა. და მისი პოლიტიკური მოღვაწეობას თუ შეიძლება ასე ითქვას თეატრიდან დაიწყო და მეორე პიესა ხარულ პინტერის წასვლამდე ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული დრამატურგია თავის გზნობათა ბუნებით ესთეტიკით მაგრამ ბიოგრაფიით ძალიან გვანან ერთმანეთს ჩაკეტილ ოთახში დაშვებული საკუთარ თავთან დაშვებული კომპრომისით იწყება ყველა ის უბედურება რომელიც გარეთ ხდება. ანუ ორივე პიესა ეხება სათავეებს, საიდან იწყება მერე კატაკლიზმათა ის დიდი ჯაჭვი, რომელიც სრისავს და ანადგურებს აბსოლუტურად ყველაფერს. საერთოდ სპექტაკლი არის ფსიქოდრამა და ცოტა მძიმე საყურებელია, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ, თვითონ როგორც ჟანრი ფსიქოდრამა და ასე ვთქვათ, რთულია და ვეცდებით რომ ყველანაირად მაყურებელი, ქართველი მაყურებელი ცოტა ესეთი არის. მოძრავი და ხვანცალა და რამენაირად აქეთ ხარ ეს გადმოვიყვანოთ ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენ თავი მოვახვიოთ, ანუ ჩვენი საქმით, რა თქმა უნდა და საინტერესო უნდა გავხატოთ. აუცილებლად საინტერესო და ალბათ სათქმელიც, ალბათ კი არა საკმაოდ ბევრი სპექტაკლი სათქმელი და
ეჭვი მაქვს რომ უნდა ვქნათ ეს, უნდა გამოგვივიდეს. მარჯანიშვილის თეატრის ორი მსახიობია დაკავებული და ორი მოწვეულია სპექტაკლს ცოტა ესეთი უცნაური ბიოგრაფია აქვს შექმნის თვალსაზრისით. ის იურიდიულად მარნეულის დრამატული თეატრის სამშობლოს საკუთრებაა, მაგრამ შეიქმნა მარჯანიშვილის თეატრის უშუალო მონაწილეობით და მისი დახმარებით. უცხომარინე ასმელიდან ზოგჯერ დილამდე ვჭებოდით. რაკეთა ყველაფერს ვასწრებდით. ყველაფერს, აი წამუშავებასაც და წამუშავებასაც გესმით. რატომ ხარ ასეთი ნაკლიანი? უფრო ქენებას არ ვიცნობ, წარმოგერაც კი არა მაქვს ეკიდა, მაგრამ საქმე თქვენ გეხებათ, თქვენ ხომასია. ბოლოს და ბოლოს, თქვენად მაინც და მაინც სუდად არ აღართ. არ ხეინა დაგორეთ სამიელ კასრებს და არავინ არაფერს კერჩის. არა და რამე რომ ახდეს? წიგნის სახლ-პარნაში გაიმართა გიორგი ცოცანიძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია, სადაც ყველა იმ ადამიანს, ვის წიგნი იყიდა, საკუთარი ნახატები უსაჩუქრა მხატვარმა თენგიზ მირზაშვილმა. მეცხვარეობის თემაზე რა მოთხრობებიც არის, ეს ძირითად იმ ერთ წელში მოსმენილი, ზოგი თავს გადახდენილი, თვითონ მე ჩვეულებრივ მეცხვარეთ მუშაობდი, ეს ამბებია და იწერება მერე თანდათანობით დღევანდლამდის. ასე რომ ბოლო 10-12 წელი. შემოქმედისთვის აღიარება მკითხველისა და საზოგადოებისა ძალიან დიდს ნიშნავს და ეს არის ჩემთვის აღიარება. თორემ მატერიალურად მოეხსენებათ ჩემი არ არის. ის და მისია. უბრალოდ მე ისე აღტაცებული ვარ ამ წიგნით, რომ მინდოდა რომ სხვებისთვის გამეზიარებია ჩემი დამოკიდებულება ამ წიგნისადმი და საზოგადოებისადმი. არ, როდესაც გალაქტიონოლოგია გავაკეთე თემოდოიაშვილმა, ნინო დარბაშმა, ერთმა ჯგუფმა, მაშინაც ყველა მონაწილეს იქ დამსწრეს, ყველას 300 ნახატი დაურიგე, იმიტომ რომ ესეთი დიდი მოვლენა იყო. ესე ძალიან დიდ მოვლენას მიმაჩნია. ხარვასლაში საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა მოეწყო. ამ აქციაში 72-მდე მხატვარი იღებდა მონაწილეობას და რამოდენიმე გამომცემლობა, რომელმაც მინიმალურ ფასებში გაყიდა წიგნები. შემოსული თანხა მოხმარდება ქარელის რაიონში ქილის აღორძინებას. აქციაში მონაწილეობა ჩვეულებრივ ქველმოქმედებაზე მეტია, რადგან შემოწირულობები, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჯერჯერობით ერთადერთი საქართველოში მოქმედი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბერთა სავანის აღმშენებლობას ქარელის რაიონში ძამის ხეობაში. ისე მხატვრები ეხმარებიან საზოგადოებას, მხატვრებს არავინ არ ეხმარება, უნდა ხავსი გაუსვათ არასდროს თითქმის. ესე მხატვრები ამოუდგნენ ამ არაჩვეულებრივ იდეას ხარში და წარმოიდგინეთ რამოდენად სიკეთის მომტანი უნდა იყოს სწორედ ის, რომ აი ადამიანები რომელიც წმიდა საქმეზე, სერიოზულ საქმეზე და ყველაზე ამაღლებულ საქმეზე არიან იქ განმარტოებული სავანეში, ამ დროს აი მხატვრები დაეხმარებიან რომ ელემენტარული პირობები მაინც შეექმნათ. ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ ეტაპზე ცოტა ხანს ახალ ტაძართან შენებლობა ოდნავ დამუხრუჭებულიყო და ის თანხები თუ შემოწირულობები წასულიყო გენიალურ მართ არაჩვეულებრივ ტაძართა და ფრესკებისა და იმ საეკლესიო ხელოვნების გადასარჩენად. მით უმეტეს, როდესაც უკვე ცოცხალ ეკლესიურ ცხოვრებას გულისხმობთ, როდესაც ახლა ბერების სავანეზეა ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ ის რაც გვაქვს
წინაპართაგან უფრო ცოცხალი და უფრო ნაღდი ის გადაგვერჩინა და მე გვეფიქრა თანამედროვე აგრეთ წოდებული ქმნილებების შექმნაზე, მაგრამ ეს თქო ჩემი პირადი აზრია, მათ უკეთესად მოეხსენებათ. დღეს პრინციპში არის სიმბოლური დახურვა ჩვენი გამოფენის პროექტის აპენდიქსის, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა უბრალოდ დაგვეხურა ფორმალურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ ყოფილიყო რაღაც საუბარი ჩვენ მხარდამჭერებთან, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო კომპანიებთან თუ კერძო ორგანიზაციებთან იმის შესახებ თუ რატო არის მნიშვნელოვანი საერთოდ კულტურის მხარდაჭერა დღეს საქართველოში. რომელიც არის ერთი კულტურის შეվել და მეორე საერთოდ თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი მხარდამჭერი ენერგიას ხარჯავს კულტურის განვითარებაზე და იქნებოდა ქართული ორივე გახსნა თავისუფლად შეიძლება. ნაწილობრივ რაღაცეებში რა თქმა უნდა არა ვართ მკმაყოფილი განსაკუთრებით აი გამოფენის მონახულება შეიძლება უფრო ინტენსიური ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ იმან გაამართლა რომ ყველა ივენტზე, ყველა ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო და საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა ამ გამოფენას. ანუ Neue Zürcher Zeitung წერს ახლა სტატიას, სხვადასხვა ჟურნალებში დაიბეჭდა ამ გამოფენის შესახებ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საქართველო ერთვება ნელ-ნელა რაღაც საერთაშორისო ქსელში თანამედროვე კულტურის. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.